შევქრათ სხვენი და მე ვიზრუნო დანარჩენ საშუალებებზე, როგორც არის ზედმეტი ნაწილების მოჭრა, რაც სახურავს მიღმა არის ამოსული. ფაქტურად უკვე სხვენად დავხაზოთ ზედასაფულზე, მივედით უკვე იმ დონემდე, რომ სათულებს დავაქვათ სახელი, ამიტომ მოდით დავაწყაბებთ. ნებისმიერ სათულის აღნიშვნაზე იქნება 0, 1, 2 თუ თვითონ story, ნებისმიერზე მარჯვენა მაუსის ღილაკით და story setting-ში შევიდეთ. რაც შეეხება სიმაღლეებს, სათულის ის მე ცალკე ვისაუბრებ, როცა დაგჭირდება სიმაღლეების შეცვლა, მე განვიხილავ ამ თემას. ესე იგი, მაგალითად, no ground floor-ი ამ შემთხვევაში, პირობითი სახელები იქნება, რა თქმა უნდა, ეს თუ სართულს აქვს რამე დანიშნულება, ან განსაზღვრა, შეგიძლიათ ეს სახელები ჩაწეროთ. ქართულზე გადავიყვანეთ და აქ ჩავწერ მე ამ შემთხვევაში ბელეტაჟი. ნახევარმასსაც დავაქვთ პირველს. და სხვენი იყოს ნომერი 2. შესაბამისი ოკეიზე დაჭერის შემდეგ სახელები დაერქვევა ჩვენს სართულებს. მოკლედ. გადავიდეთ სხვენზე და ჩავხაზოთ აქ ის კედლები, რაც ჩვენ დაგვჭირდება. ჩვენ ახლა სხვენზე ხედავთ სახურავს, ასეთი შეფერვით, არ ვიწყებ საუბარს იმაზე თუ რატომ, მაგრამ უბრალოდ გავამახვილებ ყურადღებას, რა ნაწილები უნდა გავაკეთოთ სხვენში. ამის სხვენის სართული ამ შემთხვევაში მოიაზრება აი ამის ზემოდან, მათ შორის აქ იატაკსაც ჩავსვავ თავისთავად და მე მოვჭრი ზედმეტებს რაც იქნება. ამ შემთხვევაში კედელი დავხაზოთ. სხვენის კედელზეც გამოვიყენოთ პირობითად იგივე კედელი, რაც ფასადზე გვაქვს გამოყენებული. რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიურად მშენებლობის დრო შეიძლება სხვა სამშენებლო მასალა იყოს, უფრო ხელი კედელი მაგალითად გამოყენებული, იმიტომ რომ აღარ წარმოადგენს მანდა მაინც მზიდ ისეთ კონსტრუქციას დაბოლოება შენობის. მოკლედ, ვინც მშენებლები ხართ, გესმით რასაც ვამბობ, ვისაც არა. როცა გაერკვევით რეალურად პროექტირებაში, ან რასაც დაგავალებენ, იმას გააკეთებთ. ამ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ, მე გამოვიყენებ იგივე კედელს, რაც ფასადზე მაქვს გამოყენებული. ესე იგი, რა უნდა შევავსოთ ჩვენ, ესე პირობითად დავაქვთ, აი ეს სამკუთხედი უნდა შევავსოთ აქ ზემოთ, იქ დაბლა დავინახავთ, მე ღიობი დაგვრჩება კიდე იმაზე ცალკე ვისაუბრებ მე კონსტრუქციულად მათ შორის და უკანა მხარესაც ამოდევთ სამკუთხედს დავაქვთ, აი სამკუთხედი უნდა შევავსოთ. იმისაც რომ დავინახო სადღაც გადიოდეს კედელი, გამოვიყენებ აი ამ ღილაკს, ჩავთავ და გავააქტიურებ, რა თქმა უნდა, ჩავთავ აი მენიუს, თვითონ აქტიური, იმიტომ რომ ჯერ არ გამოვიყენებია, მაგრამ უბრალოდ გაჩვენებთ. დავააქტიურებ, თუ არ იქნებოდა ჩართული, აი ამ ჩავთავ below current story. ეხლა ჩართულია, რა თქმა უნდა, უბრალოდ გაჩვენებთ რა უნდა იყოს ჩართული. და როდესაც ვიმყოფებით გავუშვეთ სხვენზე, ვხედავთ ნახევარსარდაფს, თუ ნახევარსარდაფში გადაყავ, დაინახავ ბელეტაჟს, რასაც ეხლა ვხედავთ ამჟამად და ასე და ასე შემდეგ. ავალ მოკლედ სხვენში. დავჩავ ეხლა, რა თქმა უნდა, layers, რომელზეც არის სახურავი განთავსებული, რომ ნიშნის ვიზუალურად ხელს. და აი ეს ის ადგილები, ანუ აი აქ უნდა გავხაზოთ და აი აქ უნდა გავხაზოთ ეს კედლები. რა სიგრძე უნდა გავხაზოთ, ეხლა არ ვანიჭებ ამას არსებითი მნიშვნელობას, ჩავთავ კედელს, რა თქმა უნდა. ასევე მივაქციოთ ყურადღება, რომ აქტიური მაქვს menu view-დან ჩამთვლელი reference beam line-ი, ანუ რაც გულისხმობს, რომ ღერძის შუა ადგილს ხედავთ, ამიტომ თუ არა გაქვთ ჩართული, თუ მუშაობის პროცესის დროს ეხლა ზოგჯერ არის ერთ-ერთი იდეას არ ემეორებთ, გიშავ და მე როდესაც ხსნი უკვე ამ ვიდეოს თუ არ ვიყენებ ამ ღერძს, თქვენთან შეიძლება არ იყოს, ამიტომ გაჩვენებთ კიდევ ერთხელ სად ჩართოთ. ვიყენებ როგორც ახსენით კედელი ფასადი და კედელი ფასადს გავატარებ ამ მხარეს თავი და ბოლომდე კუთხიდან არ ჭირდება ამ სიგრძე, რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, მაგრამ მე ასე გავატარებ კუთხიდან კუთხემდე ერთ მონაკვეთს. მივაქციოთ ყურადღება, რომ გაჯი შიგნით აღმოჩნდეს, მე არ ვიცი თქვენ იქ რა ცვლილებები გააკეთეთ მუშაობის პროცესზე, თუ გაჯი ვინცობა აღმოჩნდა ამ ხელოვნებას, ან წაშალეთ და პირიქით აქედან იქით ხარეს დახაზეთ, თან შეგიძლიათ როგორც ვთქვით მონიშნოთ და აჭიროთ აი ამ ღილაკს, როგორც ეხლა ჩემთან გაჯი გარეთ შეჭრიალდა და შემოაბრუნოთ შიდა მხარეს. იგივეს გავაკეთებ აქ. აქ ხა წინასწარ შემიძლია გითხრათ, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ აქედან დახაზა უფრო მარტივი აქეთ ვიდრე აქედან იქეთ, ასევე ვიტყვი ახლა რომ მქონდეს საშუალება და აქედან იქით დავხაზო, მაშინ შესაძლებლობები გექნებათ კედელი. ჩავთე ისე რომ თქვათ კედელი, დავაწყებ აი ამ კუთხეში, მოვყვები ჰორიზონტალურად, რა თქმა უნდა და მოვდივარ აი ამ წვეტილ ხაზს მოვყვებ ლურჯს და მოვდივარ აი ამ ნაწილამდე. შევხედოთ ახლა სამდეში რა ჩანს, რა გვაქვს. და მომდევნო ვიდეოში უკვე ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, როგორ მოვშალოთ ზედმეტი, ასე ვთქვათ, ნაწილები
კედლების, რა თქმა უნდა, სახურავის მიმართ. წინა მხარეს მოვატრიალებთ, იმიტომ რომ წეგან აღნიშნე, რომ ტექნოლოგიურად მე ვისაუბრებ აი პატარა კუთხეში აქ როგორ შევასვათ საიდან და რანაირად, როდესაც მივალთ იმ წაჭრის საშუალებებზე. პრინციპში მოგაცავად შემეშალა, ჩვენ ახლა არა გვაქვს აქ ზედა სართულზე გაკეთებული იატაკი, ასე ვთქვათ, ხო, ანუ აი პარემ ჩავსვათ იატაკից და მერე დავასრულოთ. ფაქტიურად ჩვენ გვაქვს გაკეთებული თითქმის ყველგან იატაკი, გამოვაჩენ. ჩავთავ იატაკს. ასევე აი ამ კედლებს დააკვირდით, რომელიც ჩართული მაქვს, აი ამ ღილაკს დავაწყაბებ. და კონტროლის სახე მიეცეს. თუ თქვენ სწორად დააწყაბეთ ამ ღილაკზე კედლის, ოკეი, რომ დააწევით, კედელს კონტროლის სახე დაინახავთ, როგორც ახლა ჩემთან არის. ანუ ხაზებს ხედავთ კონტროლის. თუ უბრალოდ გაჩვენოთ, რომ დაბლა მაქვს იატაკი, ზემოთ მაქვს იატაკი, ზემოთ გასაკეთებელია სხვენში იატაკი. ანუ იატაკს ვეძახით ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ აი ეს იატაკი ქვედა სართულისთვის ჭერია, რა თქმა უნდა, და ასე შემდეგ, ხო, ისე რომ ჭერს არ ვეძახით, რატომ? იმიტომ რომ ვაკეთებთ არა ჭერს, არამედ იატაკს. ლოგიკას რომ მივხვდეთ, რადგან საუბრობ, იატაკს როცა ვაკეთებ, ანუ სხვენზე გადავალ და სხვენის ლეიერს, სხვენის უკაცრავად სართულზე დავხაზავ ამ იატაკს. რო ერქვას ამას სახელი ჭერი, მაშინ გადავიდოდი ნახევარსარდაფში, ანუ აი ამ სართულზე, ნახევარ მანსარდში უკაცრავად გადავიდოდი ამ სართულზე და ჭერს დავხაზავდი, ამიტომ კიდევ ვიმეორებ, რომ ყოველთვის გულისხმობთ, რომ ხაზავთ იატაკს და არა შესაბამისად ჭერს. ეხლა აქ რთულია გამსაზღვროთ, რა თქმა უნდა, რამხელა უნდა ეს იატაკი იყოს, ამას მერე შესაბამისად წავაჭრით, როდესაც დრო მოვა, ისევ გავთიშავ ხელახლა სახურავს. თუ ვინაიდან აქ გადატიხრები არ გვექნება, ერთიანად მოვხაზავ აქ ჩვენს გასაკეთებელ იატაკს. ანუ ჩავთოთ იატაკი, გამოვიყენოთ აქ იატაკი პარკეტის, იყოს ასეთი და მოვხაზოთ ერთი მართკუთხედი, ანუ ჩართული მექნება ხაზვაში ეს მეთოდი, ჩართული არის კორეს ტოპიდან სწორება და ვხაზავთ ამ კუთხიდან ამ კუთხემდე. შესაძლოა აქ წინ, რა თქმა უნდა, დაგჭირდეს ახლა გამოწევა, შევხედავთ სამლეში და ვისაუბრებ და მიხვედებით, რას ვამბობ. შეიქმნა აქაც ეს იატაკი, რა თქმა უნდა, ეს ზედმეტები რაცაა, მე ამას წავაჭრით, როგორც აღნიშნეთ, დაგვრჩება შიგნით ერთი მთლიანი სივრცე, მაგრამ აი ამ ოთახს ჭერი ხო ჭირდება, როდესაც ვისაუბრე ამ ოთახზე ნახევარ მანსარდია მეთქი, რომ ნაწილი დახრილად მოდის, ნაწილი ჰორიზონტალურად, წინ უნდა გამოვწვიო, ანუ უნდა შევავსო, ამიტომ გამოვიყენებ ახლა რედაქტირების ასეთ საშუალებებს და კერძოდ ეს იქნება, მოვნიშნოთ ეს ჩვენი იატაკი. იატაკი ახლა აი მის პირზეა დასმული. გამოვიყენებ ასეთ მეთოდს. წიბოს ნებისმიერ ადგილას, მაგალითად აი გავიჩევ, კარგად ჩანს წიბო. თუ წიბოზე ვერ აწყაბებთ, მაშინ მწვერვალზე დააწყაბეთ. ცოტა განსხვავებული პანელები გამოვა მართვის საშუალებაში, აი ამ ინსტრუმენტალურ პანელს გულისხმობ, წეტილზე დააწყაბებთ თუ წიბოს, მაგრამ აი ეს პლუსი ყველგან იქნება. ამიტომ ჩართეთ პლუსი. ჩართული მაქვს მართკუთხედის ხაზვა და აი ამ კუთხიდან, ასე ვთქვათ, ჩვენი კედლის ვაწყაბებ, ხაზავ აი ამ კუთხემდე. და შეისვა, ანუ გახდა ერთი მთლიანი. მე ახლა აღარ დავიწყე, გავწევ, მოდით, გავწევ კი არა, პრინციპში მოდით ქვედა სართულის ჩვენებას გამოვთიშავ, დაგანახოთ რა არის. კედლებსაც მათ შორის გამოვთიშავ, მარტო იატაკი რომ დაარჩევს, რომ ნახოთ ვიზუალურად რა არის. თუ ამ იგივე პროცედურას იმეორებთ, რასაც მე ვაკეთებ თქვენთვის, რომ გაჩვენოთ, ხო, მე ანალოგიურად რასაც ამის შემდეგ გავაკეთებ, იგივე გაიმეორებთ. ლეიერების ჩართვა გამოთქვა უკვე ვიცოდეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიაქციეთ ხოლმე ყურადღება ვიდეოს მთლიანად რას ვაკეთებ. ესე იგი, გვაქვს აი ეს მთლიანი გაერთიანებული ნაწილი, აი ეს წერტილი ახლა ზედმეტი არ მჭირდება, თუმცა ზედმეტ წერტილს ვაუქმებ შედეგი მოქმედებით. ვაწყაბებ ამ წერტილზე, გამოდის მართვის პანელი, ვირჩევ აი ამ პირველ ღილაკს ზედა რიგში node move და აი ეს წერტილი მომაქვს აი მოახლოეს წერტილთან. გინდა აქ, გინდა იქ. ოღონ არა სხვა, აქ არა, იქ არა, იქ არა, იქ არა. ანუ ერთ წიბოზე გასწორი, რომელიც წერტილისა უახლოესი იქ. დავაწყაბე და გავაუქმე ასეთი მეთოდის წერტილი.
რა თქმა უნდა, ეხლა ჩავთავ ისე ვიყოს აღარ მჭირდება გათშვა, ასე ვთქვათ, კედელი, სახურავის, ну, ღერძებს არ ვიყენებ ჯერ, იმიტომ რომ არაფერში არ მჭირდება, მივიღებთ ასე ვთქვათ, ჩვენს დავინახოთ ეხლა შეავსებს აქ, კი ბატონო, იატაკს, განთავსებული კედლების მიმართ და როგორც აღნიშნე ზედმეტი რაც იქნება, მე ზედმეტობას გავაუქმებთ. ეხლა ამ შემთხვევაში კედელთან მივდივარ ისევ აი ამ ლეიერთან და აი ამ ღილაკზე ვაწყობებ ხელახლა. თუ ისევ სწორად დააწყებებთ, ანუ სწორად დაწყებებას რაც გულისხმობს, თუ დაგეწყაბება, იმიტომ რომ ზოგჯერ გონია რომ დააწყაბებ, მაგრამ სინამდვილეში არაფერი დაგიწყაბებია. ხო, თუ სწორად დააწყებებთ, მაშინ დაინახავ აი ასეთ შევსებას, რაც ეხლა გაკეთებული გვაქვს ამჟამად. ვასწავლებ პროექტირებას, პროექტს უკაცრავად და მომდევნო როგორც კი ვიდეო უკვე განხილული იქნება, როგორც ავაჭრეთ ზედმეტი ამ შემთხვევაში კედლები, მათ შორის იატაკი.